ახალი სტადიონი შენდება თბილისში 800 მილიონად მეგობრებო, არ მოგესმათ. 800 მილიონად შენდება თბილისში ახალი სტადიონი. აი მღარიბ ღატა ქვეყანაში, სადაც 300,000-მდე მარტო სოციალურად დაუცველი ბავშვი ცხოვრობს. და საწავა ეს ფული ძალიან ხო არ გაინტერესებთ, ყველა ვიცით სადაც მიდის ეს ფულები. მაშინ როდესაც 1000 ლარი იქ დასაქმებულს ხელფასი ექნება 800 მილიონად 9 ახალ ქალაქს ააშენებთ, თქვენი დედას შეფეცი. ვინ უნდა ათამაშოთ მაგ სტადიონზე? ვინ უნდა ითამაშოს მაგ სტადიონზე გეკითხებით? ვინ ან რატომ? საქართველოს ნაკრებმა მაქსიმუმ 1-3-4 ჯერ ითამაშოთ. თქვენც ახლა ევროპიდან არ ჩამოგივიდეთ აქ სანაკრებო შეხვედრებზე და თამაშებზე. აი უბრალოდ აი ეს არის ერთ-ერთი ფულის ჭამის მახე და ეს ნაბიჭრები ახალ ჯიპებს იყიდიან და ახალ ჯიპებით ივლიან და ერთი ორ მამაოსაც იქ ალბათ უყიდიან საჩუქრად და ერთი ორ თავიან საყვარლებს კიდე. ამა თქვენ ხმას ვინ მოგცემთ? თქვენი არავინ არ მოგცემთ თქვენ ხმებს და სახში დაჯექით თქვენ ყლებო თქვენ.